ვიწყებთ YouTube არხს. და ეს YouTube არხი იქნება საკმაოდ ვრცელი და ჩაშლილი ინფორმაცია თითოეული თქვენგანი დამწყები ინტერიერის დიზაინერისთვის, მოყვარულისთვის, ბევრი მასალას გაეცნობით, ბევრ დეტალებს გაეცნობით, ბევრ ტექნიკურ მხარეებს გაეცნობით, თუ როგორ სრულდება პროექტი თავიდან ბოლომდე. პირველი მასალა და პირველი ვიდეო, რასაც ჩაიწერება, ეს არის თაბაშირ მუყაო, სადაც ჩავშლით, ასე ვთქვათ, ყველაფერს ამ მასალის შესახებ, როგორ გამოიყენება, რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი. ნამდვილად და ეს შენ დაგეხმარება მომავალში ამ სფეროში შეაბიჯოთ ამამად და შეიყვარო, აი ამ დეტალებით შეიყვარო ეს სფერო, როგორც გვიყვარს ჩვენ. კი, რომ თაბაშირი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამშენებლო მასალა. ქვის და ხის მერე ალბათ ეგ მოდის თაბაშირი. მოდის და მოდის. კი, იმიტომ რომ თაბაშირს ფართოდ გამოიყენებს ადამიანი, უკვე დიდი ხანია იცის მოპოვებაც, დამუშავებაც. ეს ვითარდება ისე რომ ხო. აი ეს ქაღალდებს შორის რომ მოაქციეს, ეს თუ იცით როდის მოხდა თუ ეგ საავტორო გაცემული არის 88 წელს და 1894 წლიდან მე მგონი ქარხნულად უშვებენ უკვე თაბაშირ მუყაოს. თაბაშირ მუყაოზე როცა ვსაუბრობთ, საქართველოში ყველას ახსენდება კნაუფი. კნაუფი არის მთავარი, ესე რომ ვთქვათ, შემომტანი თაბაშირ მუყაოსი. და ზუსტად აქ ვართ ახლა ჩვენ მოსულები. ნამდვილად და უბრალოდ რომ შეგახედოთ აი ესე, უბრალოდ მოbrunდი, მოდი. შეხედე როგორ დაჭრილია ყველაფერი არის საკმაოდ ჩაშლილი, საკმაოდ დეტალურად ახსნილი, საკმაოდ დეტალურად ნაჩვენები და დეტალურად შემომტანს ჯობია რომ ადგილობრივი წარმოება ახსენოთ. ადგილობრივი წარმოება ხო, ეგ დაგავიწყდა. კარგი, მოდი თავიდან. კარგი იყო, მადლობა. თაბაშირ მუყაო იწარმოება ადგილზე. ხო. თეთრი, მწვანე, წითელი, იისფერი. ესენი ადგილზე ვაწარმოებთ. 9-ნახევრიანი ფილებიც ადგილზე. 9-ნახევრიან ფილებს ვაკეთებთ თეთრს და მწვანეს. ეგ ადგილზე. პროფილები 50-იანი პროფილები, 75-იანი, 100-იანი მიმართულებიც და დგარებიც. კეთდება ადგილზე. ჭერის პროფილები და მიმართულები. ეგეც კეთდება ადგილზე. თუ თქვა დიდი ზომის გვინდა 125-იანი, 150-იანი, ეგენი შემოგვაქვს. აჰა, გასაგებია. მათ აი ეს უკვე მზა რაღაცები რო ეს ლესვები, ისინი, ესენი ეს დანარჩენი ყველაფერი შემოდის. სამი ზომის პროფილი გვაქვს 50 მმ-იანი, 75 მმ-იანი, 100 მმ-იანი. და ყველა სისტემას, აი თქვათ ეს ერთფენიანი იქნება, ორფენიანი იქნება, სამფენიანი იქნება, ეს დასაშვები მაქსიმალური სიმაღლეები აქვს სხვადასხვა. ანუ ყველა სისტემას თავისი ცხრილი აქვს, რომელ სიმაღლეზე რა პროფილი უნდა გამოიყენო, რომელი ბიჯი უნდა შეარჩიო. და აი აქ ახლა მოცემული იმეებიდან, ჭრილებიდან რო აგვიხსნათ ესე დეტალურად. აქ არის სამშრიანი. აი თქვათ დავიწყოთ მოდი ერთგარიანი ტიხრებით. ეხლა აქ ერთ დგარზე სამის ვარიანტი გვაქვს, ერთფენიანი, ორფენიანი, სამფენიანი. ნუ ერთფენიანს ვეძახით V100 დუბლივე 111 კედელია. ეს არის ერთფენიანი, დაბალი აქვს ხმის იზოლაცია. მაგალითად V111 კედელის ხმის იზოლაცია არის 51 დეციბელი. ხო. 51 დეციბელი არის ცოტა. ხო. აი თქვათ თუ რაღაცა გაყოფა გინდა ესეთი რომ გვერდზე სათავსოებში არ შეწუხდნენ ერთმანეთის ხმაურით, ეს კედელი არ გამოდგება. დაბალი მაჩვენებელი 51 დეციბელი. თუ მაგალითად დავამატებთ ერთ ფენას აქეთ, ერთ ფენას იქით, გავხდით ამას ორფენიანს. ამისი ხმის იზოლაცია უკვე 50 დეციბელი, ანუ 9 დეციბელი მოიმატა. ანუ ეს უკვე ნორმალური კარგი კედელია. და თუ ბოდიში გაწყვეტინებთ თუ ქვაბამბასაც ქვაბამბა მნიშვნელობა რა, ქვაბამბა იქნება თუ მინაბამბა იქნება, რა თქმა უნდა ეს ვლაპარაკობთ ჩვენ მინაბამბიანად. თუ მინაბამბას არ გამოვიყენებთ, ან ქვის ბამბას არ ბამბის გარეშე ერთი სიტყვით, ჩათვალე სადღაც 4-5 დეციბელით ნაკლები იქნება, ვიდრე თქვათ მითითებულია ბუკლეტში. თქვათ ამას თუ წერია 51 დეციბელი ამის ხმის იზოლაცია,
თუ ბამბას არ ჩავდებ, სადღაც იქნება 36-37 დეციბელი, მეტი არ ექნება. ეს ჩათვალე რომ თუ ხმის იზოლაციაზე ლაპარაკი, იზოლაცია იმ კედელს ჩათვალე რომ არ აქვს, ძალიან ცოტა. რო ამბობენ, შეიძლება იყოს მინა ბამბაც, შეიძლება იყოს ბაზალტის ბამბაც. აი ბაზალტის ბამბა არის ქვის ბამბა. ქვა ბამბა არის ბაზალტის ბაზა. კი, ქვა ბამბა, ხო. თორე ეს მინა ბამბა ჩათვალე რომ საჩხერის ქვიშა არის გამდონარი და იმითაა გაკეთებული. მოდი ახლა ეს გავჭრათ. ოი. ეხლა როცა იმაში ვსვავთ მიმართველში ის მიმართველი უნდა იყოს დამაგრებული იატაკზე და ჭერში. მერე ვსვავთ შიგამას, თავის ადგილზე ვასწორებ, სადაც უნდა იყოს და მერე აი ეს იარაღი არის. თუ გინდა მოდი შენ თვითონ სინჯე ეს უნდა მოუჭირო ხელი ჩაჭრიტოს. მიდი. ორი ხელით, კარგად, ონივრად. და ეს ჩახვრიტავს, ხო? კარგად. აი ეს. აქ ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან. არის ეგრე. ჩატი ქვევით. ორივე ერთად რო გადა. კიდე არა, ქვევით. არა. აი ეს არის რა, აი ეს. აი ეს აი. ორივეს ახლა. ორივეს. მე აფის წავარა. ყევას უნდა მოუმატოთ. გაძლიერებულ ყევაზე მე ამისწოვა არის. აჰა. მე უფრო პრინცესული ცხოვრების როგორც ჩანს დაბადებული. აი ნახე როგორ არის დამაგრებული. რა საინტერესო. აი აქედან შეხედე. და ეს უკვე დამაგრებულია? ეს არის დამაგრებული, ანუ როდესაც აპირებ რომ თქვა დააყენო კედელი. ხო უნდა ნიშნულები აიღო, უნდა მონიშნო. მაგალითად შეიძლება თავიდან დახაზო შენი ნატურალური ზომით კედელი, თქვა აიცი რომ სიტყვაზე 12.5 სანტიმეტრი უნდა იყოს შენი კედელი და იატაკი უკვე გამზადებული გაქვს, სუფთა იატაკი აქვს, დახაზავ ხო იმ რაღაცა ძაფებით რომ მონიშნავენ ხოლმე. მერე უნდა გაარკვიოს სად არის შენი პროფილი. აი ეს მიმართველი პროფილი. შეიძლება 12.5-იანი კია კედელი, მაგრამ თუ ის ორფენიანია, ხო, 2.5 უნდა მოაკლო და შუაში დაგრჩება 75 მმ-იანი ადგილი. ანუ ეს არის შენი პროფილის ადგილი. აი ის უნდა დახაზო უკვე ერთი მხრიდან მაინც, არ არის აუცილებელი ორი მხრიდან იყოს. იმაზე უნდა გაასწორო ეს პროფილი იმ ნახაზზე ზუსტად. და დაამაგრო მე ეს ნახრეტები არის, ეს იხრიტება, მაგრდება პლასტმასის დუბელებით, როგორც წესი. დაცილება მაქსიმუმი არის მეტრი. უფრო შორს არ შეიძლება. არა, ერთ ნაჭერზე ითვლება, რომ უნდა 3 ცალი სამაგრი გააკეთო. დაშორებაზე, აი როცა სტანდარტული გიფსოს კედელი გვინდა რომ მოვაწყოთ, ხო? აი პროფილებს შორის დაშორება. როგორც წესი, კეთდება ხოლმე 60 სანტიმეტრი, იმიტომ რომ თვითონ ფილა გვაქვს 1.20-ია, ნახევარი არის 60-ზე, ანუ უნდა იყოს თავში, ბოლოში და შუაში. 60 სანტიმეტრი კეთდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნდა თქვა ბიჯი იყოს ან 40 ან ნაკლებით შეიძლება იყოს. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა, როცა უნდა იყოს თქვა 40 სანტიმეტრი ამათ შორის, დავუშვათ თაბაში მოყავს ერთ ფენას ვაკეთებთ, მაგრამ ის უნდა მოვაპირკეთოთ ქვით. მაგალითად, კაფელი უნდა მივაკრათ, ხო? არ შეიძლება 60 როცა არის დაცილება პროფილებს შორის, უნდა 40 იყოს, რომ არ აძვრეს. და თუ ორფენიანია, ორფენაზე შეიძლება რომ 60 იყოს. ანუ ეგეც უნდა იფიქრო, აი როცა აკეთებ, მაგალითად თქვა საბაზარ ოთახს თუ აკეთებ და თუ გინდა რომ თქვა ერთი ფენა გააკეთო თაბაში მოყავ მეტი არა, მაშინ ბიჯი უნდა გქონდეს 40 სანტიმეტრი, მეტი არ შეიძლება, ნაკლები შეიძლება. V113 ხმის იზოლაციაზე აქ ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ თითქმის იგივე აქვს რაც V112, უბრალოდ როდესაც მაგალითად დარტყმის ამტანი გინდა რომ იყოს კედელი, დაუშვათ სპორტ დარბაზებში და ეგეთ ადგილებში გამოიყენება სამფენიანი კედელი. ან და თქვათ შეიძლება როცა ხანძარმედეგობის გაზრდა უნდათ. იმ შემთხვევაში, თორე თქვათ სასტუმროში რო ნომერში ერთი ფენა დაამატო ხმისთვის, ეგ ტყუილი ხარჯია, არაფერს არ მოგცემს. და სასტუმროებში ანუ ხანძარმედეგობაზე რადგან ის არ გამოიყენება თუ არა, ეგ ხანძარმედეგობა სადაც არის მოთხოვნილი, თითქმის ყველგან გამოიყენება ცეცხლგამძლე ფილები.
თუმცა ცეცხლგამძლეფილების გარეშეც შეიძლება მაგალითად აი VS12 კედელით, ანუ ორფენიანი კედლებით, მარტო VS12-თან მნიშვნელობა არ აქვს ეს VS15 იქნება VS12, VS16. შეგვიძლია მივიღოთ 1 საათიანი ცეცხლმედეგობა, ოღონდ ბამბა უნდა იყოს ბაზალტის ბოჭკოს ბაზაზე. იმიტომ რომ მინა ბამბა დნება სადღაც 600-700 გრადუსზე რო ავა ტემპერატურა, ჩათვალე რომ შენ იქ აღარა გაქვს ბამბა. ეს უკვე გამდნარია და მინის წვეთები არის დავლა. და ბაზალტის ბოჭკოს ბაზაზე რომელი ბამბებიც არის, ისინი 1000 გრადუსზე ჯერ კიდევ დგანან. რომ მაღალი დნობის ტემპერატურა აქვს ბაზალტზე. როდესაც დარტყმითი ხმაურის მოსპობა გვინდა, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. საერთოდ ჯობია რომ დარტყმით ხმაურზე იატაკის გაკეთების დროს ვიფიქროთ. როდესაც იატაკი კეთდება, მაშინ უნდა გაითვალისწინო, უნდა გააკეთო იზოლაცია. წესიერი სენდვიჩი გააკეთო, რომ თქვათ დარტყმითი ხმაური არ ჩამოვიდეს დაბლა. მაგრამ თუ უკვე დასრულებულია ყველაფერი და იატაკს ვეღარ აკეთებ, აი ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რომ დაბლიდან შეგიძლია გააკეთო. აი აქ თვითონ ეს არის გადამტანი. იატაკია ხმის გადამტანი და იმიტომაც ცუდი იზოლაცია. კედელი რაც უნდა კაი დააყენო, ეს ცუდი შედეგი გექნება. ამ შემთხვევაში, როცა იზოლაცია უდევს დაბლა, ეს მთელი ხმა ამაში მიდის. ანუ აქ იფანტებოდა მაინც, აი ძირითად გადახურვაზეც გადადიოდა ის ხმა და სადღაც მიდიოდა, რომ ეს ჩვენ არ გვაწუხებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგანაც დაბლა იზოლაცია უდევს, მთელი ხმა გადის აქ ნახე 38-ია, ყველა ამაზე ცუდი არც ერთი არ არის. თუ მაგალითად აი ამას გააკეთებ და მერე გაჭრი, ხედავ ჩაჭრილია. გვაქვს 55, ამას არ აუშვებს უკვე კაი შედეგია და სულ ყველაზე კაი შედეგია, როცა გადახურვის ფილაზე დასვავ შენ ტიხარს და მერე მოაწყობ იატაკს. 70-ია შეფასებული კოეფიციენტი. კედლებთან რა ხდება, ნახე, გააჩნია ეს თვითონ ეს კედელი რას იწონის, როგორც წინა შემთხვევაში გახსოვს, როგორ იყო იქ. აი ახაც ეგრეა. და რას ჯერ კედელს მოაპირკეთებ და მერე ტიხარს მიაყენებ თუ ჯერ ტიხარს მიაყენებ და მერე მოაპირკეთებ. აი ყველაზე კაი ვარიანტი არის აი ეს შეხედეთ. კაი შედეგია, მაგრამ მაინც ის არის თაბაში მოყაო სისტემების შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს პროფილები არის ხმის გადამტანი. იგივენაირად არის ჭერთან მიერთებაც. შეიძლება თქვა ჯერ ჭერი დაკიდო და მერე ტიხარი მიაყენოზეთ, მაგრამ ჯობია რომ ჯერ ტიხარი დააყენო, მერე შეკიდო ჭერი. ესენი არის ფანერები. ფანერას აკეთებ ყოველთვის კედელში, როდესაც გინდა სიმაგრე რომ დაკიდო მძიმე ნივთები კედელზე. ხო, იმიტომ რომ თქვა პროფილზე თუ ვერ ხდები, უნდა დაახლოებით იცოდე სად მოუწევს შენი საკიდები და უნდა დააყოლო, ოღონდ ეს ვარიანტი არ არის. ეს არის შინო დიდად ესე. დიდი უნდა მარტო დიდი არ არის. უნდა იყოს დამაგრებული თვითონ პროფილზე უნდა იყოს დამაგრებული. და შემდეგ ეს როგორ არის? ან უნდა იყოს 4 სანტიმეტრიანი ფიცარი. ხო. ან სანტიმეტრამდე ფანერა. ან არსებობს კიდე ქართულად დამზადებული თუნუქისგან გაკეთებული 0,6 მმ სისქის თუნუქისგან იყოს გაკეთებული. ძალიან კარგი. ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი, როგორც წესი, ყველაზე ადვილია ხოლმე ფანერისგან უფრო ხშირად აკეთებენ. აჰა, გასაგები. როგორც წესი, თუმცა არსებობს სპეციალური საკიდები, თაბაში მოყავს კედელზე დასაკიდებ და ღრუტანიანი კედლის დუბელები ქვია. ფილა, აი ეს არის მეგაბორდი. აი ეს მეგაბორდი რო იყოს ორი ფენა, ერთ წერტილში შეგიძლია დაკიდოს 65 კილოგრამი ენდუბელით. ვაუ. ანუ ეს მე მაგალითად მაქვს კედელი, რომელზეც მინდა დავკიდო ტელევიზორი და ტელევიზორს დაკიდებ ნებისმიერი და გვერდზე დავკიდო ძიმე რაღაცა ესეთი ლამაზი ნახატი თაროები რამე. ხო, ეგ უნდა ნახო რამდენი კილოა და მაგის მიხედვით თქვათ, შეგიძლია ჩვეულებრივ ფილაზე დაიკიდოს. შეიძლება საჭირო იყოს, თქვათ, აი რაღაცის დამატება იქ. ან მარტო ეს რომ მივა პროფილი გავაკეთო, დავაპროფილო და შემდეგ ეს მივა. ხო, აყურე, აი 65 კილო რო გითხარი ერთ წერტილში, ეს ორი ფენა უნდა იყოს, აი ეს მეგაბორდი. და აღარ მჭირდება. ჩვეულებრივი ფილის შემთხვევაში 40, ხო, ფანარი აღარ გჭირდება, მარტო ამ ფილაზე იყიდება. ერთი წერტილი თქვა ჩვეულებრივ ფილაზე 40 კილოგრამი შეიძლება. და აი ეს ლურჯი გარდეს ეგ ფასადის ფილა, ეგ ძალიან სპეციალური ფილა არის. ეგ გამოიყენება ფასადებში დათბუნების ქვეშ ან ვენტილირებად ფასადში საიდინგის უკან, ბამბის დასამალად. სხვა შემთხვევაში მაგის გამოყენება არ ხდება. ზოგი მაგალითად იყენებს შიგნითაც ინტერიერში და მაგისთვის არ არის. მე ხშირად იბზარება ხოლმე. არ არის, თვითონ ფილა არის გამოგონილია მაგ ფასადისთვის. რომელიც დამუშავება არ ხდება.
აი თქვა რომ პირდაპირ გალესვა არ ლესავენ. აი მე რომ გამოვიყენო ყველგან იასამნისფერი, რომ ვიცოდე დარწმუნებული ვიყავ თუ ამ კედელზე უეჭველი 60 კილო რომ დავკიდო, ოდესღაც დაიკიდება. მთლიანად ამითი შემიძლია ხო ინტერიერი. როგორ არა, უფრო ამას მაგაზე არავინ არ ფიქრობს, რომ აი რაღაცა უნდა დავკიდო და ამითი გავაკეთო. როდესაც უნდათ კარგი ხმის იზოლაცია, მაშინ იყენებენ ამ ფილას. თან ეს ანტივანდალურსაც უფრო მაგარი ფილაა, აი თქვა რომ აიღო ჩაქუჩი და მის დამტვრევა დაიწყო, ამას უფრო ძნელად დაამტვრე ვიდრე ჩვეულებრივ ფილას. მტკიცე ფილაა უფრო. ეს კვადრატული წონის 12.5 კილოგრამს, აი ეს ფილა. მეგაბურთი. იასამნისფერი უნივერსალია, შეგვიძლია. ეს როგორ ახლა ეს უყურე ამისი ჩვენ შეკვეთით დამზადებად შეგვიძლია რომ მაგალითად იყოს მარტო მძიმე. დანარჩენი თქვათ არც ნეს გამძლე იყოს, არც ეს გამძლე იყოს. შეგვიძლია დავამზადოთ, რომ აი იყოს ცეც გამძლე მარტო. მაგრამ ეს ჩვენ როგორც წესი ამას როცა გვიკვეთავენ, ეს ერთდროულად არის ცეც გამძლეც, არის ნეს გამძლეც და თან პლუს მაგას 12.5 კილოგრამია. დეგი ეტაპები ესე რომ ვთქვათ, რეები ჭირდება, რომ იდეალური კედელი მივიღოთ და აი მამა პაპურად რომ გაძლოს საუკუნე. დიდი ხარა, საუკუნე ისედაც გაძლევს, რომ ცუდათაც რომ შევღებოთ და დავამუშაოთ, კედელი მაინც დიდხანს იდგება. კი. იმიტომ რომ აი ეს Empire Square Building-ი ქვია, ხო? King Kong-ი 820-ზე. კი. აი იმ შენობაში გამოყენებული არის თაბაშირ მუყაო, როცა შენდებოდა მაშინ. და როგორც მოვიდა ამბავი ჩვენამდე, ბევრი კედელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაკეთება, განმოკეთება და გარემონტება ხდება ხოლმე, მაშინდელი გაკეთებული კედლები ბევრი არის დარჩენილი ძველი თაბაშირ მუყაოსი. აი ახლა უყურე რა ხდება. პირველი ფენაც უნდა დაიშპაკლოს. აი შეხედე როგორ არის, სადაც ეს ნაკერია. ხო. სადაც არის დათხელებული. ხო, შეატყვეთ ფილებს, რომ ნაპირები აქვს უფრო თხელი ვიდრე შუაგული. ეს დათხელებული სადაც არის, ის უნდა შეივსოს ფითხით. ხო. კი. ამოივსოს, რომ თქვათ ხანძარმედეგობა და ხმის იზოლაცია კონდეს, რაც უწერია იმდენი. ამის დატოვება არ შეიძლება, ეს რო დატოვო დაუმუშავებელი, ჩათვალო შენ გაქვს დაბზარული კედელი. და მერე მუშავდება უკვე ნაკერები, როგორც ეს ქართული ნაკერები, ისე ეს ტორსული ნაკერები. ამისი დამუშავება ეს არის, ანუ ნაკერები უნდა დაამუშავო ნორმალურად. და მერე უკვე მაგის მერე უკვე გააჩნია რა რისი გაკეთება გინდა. თუ მაგალითად ღება ყველაზე მეტი დამუშავება ჭირდება ღებისთვის როცა ამზადებთ. თუ ღებავთ, რეკომენდირებულია რომ ალბათ ქაღალდი ფიზალინიც ეგ რა არის, ეგ დაზღვევას აკეთებენ ხოლმე რომ ბზარები არ გაჩნდეს, ეგ ბზარებისგან დაცვის მიზნით აკეთებენ მაგ ფლიზელინს. მაგრამ თუ წესიერად დაამუშავებ და ისეთი ობიექტია რომ არ არის მოსალოდნელი ბზარების გაჩენა, ფლიზელინის გარშეც შვენილად მუშაობს ეს ყველაფერი. თუ მაგალითად შპალერს აკეთებ, მარტო გჭირდება რომ თქვათ აი ეს გეომეტრია კონდეს სწორი, რომ რაღაცა ნარჩენები არ იყოს, ამოშვერილები არ იყოს და შურუპებიც იყოს დამუშავებული. შპაგლით. ხო, შპაგლით. უი, ეს რასაყვარელი რაღაცაა გაკეთებული? ეგ არის ეგ ცალკე ამბავია კიდე, თქვათ აი ეს საინტერესოა კიდე აი დიზაინერებისთვის იმის გარდა რომ თქვათ რაღაცა ბრტყელ ზედაპირებს უღებულობთ, შეგვიძლია სხვადასხვა ფორმის ზედაპირები მივიღოთ. კი. რაღაცა წახნაგოვანი ზედაპირები, რუწირული ზედაპირები შეგვიძლია მივიღოთ. და ნუ ცალკე ამბავია კიდე, აი ხა ეს არის გაკეთებული ვესებური განაჭერები ქვია, ეს ერთი მთლიანი ფურცლისგან არის გაკეთებული ეს. ისეა დაჭრილი რომ აი ეს ნახე გადაკეცილია. აი აქ არის მე მგონი შეერთებული, აი ამ ადგილზე არის გადაწევებული და ფრეზით კეთდება, ჩვეულებრივი ფრეზი არსებობს სპეციალურად ამისთვის. მომგვალებებსაც აკეთებ. მომგვალებებსაც, რა თქმა უნდა, კეთდება. გააჩნია რადიუსი, რამხელა რადიუსი. თუ მაგალითად ჩვეულებრივი სისქის ფილა გვაქვს 12-იანი და გვინდა, თქვათ, 2.75 არის მინიმალური ზომა. აი მაგაზე მეტი თუა რადიუსი, არც დასველება ჭირდება, პირდაპირ ჩონჩხს აწყობ და მიაკრავ შენ ფილას. არ ჭირდება არაფერი. მაგრამ თუ უკვე 2.75-ზე ნაკლებია, სადღაც მეტრამდე შეგიძლია დაასველო და სველი მეთოდით მოღუნო.
და სხვათა შორის ავეჯის შექმნით შეგვიძლია. კი, შეიძლება, როგორ არა, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ყველანაირი ჩანაფიქრის განხორციელება კი, ფაქტია. რაღაცა დეკორატიული ელემენტები. გვალი კედლები. კი, აი შეუზღუდავი ეს თავარია, რამე მოგივიდეს აზრით თავში, ყველაფერს გაკეთება შეიძლება. ფრეზი, იგი არაღია. აქ სხვა ფრეზი უყენე ხა თითა ფრეზი. მე გაჩვენებთ ახლა რომელი ფრეზით კეთდება. აი ეს ფრეზი არის 90 გრადუსიანი, ამითი რო იჭრება. ზომაზე უნდა დააყენო ეს, რომ აი ამ წვერმა ქაღალდამდე კი მივიდეს, მაგრამ ქაღალდი არ დააზიანოს თვითონ. ამ ვესებურ განაჭერს რო აკეთებ, მე ამას რო გაკეცავ 90 გრადუსზე დგება. კედლებს შორის მანძილი, ხა მინიმალური სიმაღლე არის, თქვა აქ სადღაც რო არ ეხებოდეს ჭერს ისე უნდა იყოს. გადახურის ფილას რო არ ეხებოდეს ისე უნდა იყოს და ნუ დამოკიდებული არის ამის სისქეზე, ანუ ის ადგილი რაც არის. და ხმის იზოლაციის ეს არის საუკეთესო ვარიანტი. იმიტომ რომ შეხებაში არ არის ზედა ჭერთან. აი მაგალითად ჩვეულებრივი ჭერები, რომელსაც საკიდებს უკეთებთ. იქ საკიდები ჩვენ წინააღმდეგ მუშაობენ. ხო. ეს ხმის გადამტანები არიან. და საკმაოდ ძალიან დიდი გადამტანები არიან. ანუ დარტყმითი ხმაური პირდაპირ ჩათვალე რომ ეს გინდა გქონია, გინდა არა ჭერი. როცა თქვა ის საკიდი აქვს ჩვეულებრივი. დარტყმით ხმაურს ატარებს ძალიან ადვილად. კედლის პროფილითაც ვაკეთებთ ჭერს. ჭერის გაკეთება შეიძლება მაგალითად აი ტიხრის პროფილებით, მანდაც აი როგორც მაგალითად იმ ტიხრებს აქვს დასაშვები მაქსიმალური სიმაღლე, ისე აი როდესაც ტიხრის პროფილით ვაკეთებთ ჭერებს, შეზღუდული ვართ ოთახის სიგანეში. ხო. აქ შეზღუდვა არის სიგანეში. აჰა. ნუ რა აი მაქსიმალური სიგანი არის 5.5 მეტრი, თუ მაგალითად ეს პროფილები იქნება 150 მმ-იანი და შეტყუპებული ზურგით ერთმანეთზე მიშურუპებული. არის ჩვენ ქართველი ხალხი რომ ამსტრონგს ვეძახით. ეგ არის ეს რასტრული ჭერებია, უჯრედოვანი ჭერები. ეხლა ის ამსტრონგიც IMF-ი ერქვა კნაუფის რაც იყო და დანოლაინი. ეხლა ყველაფერი ერთ ქუდის ქვეშ არის მოქცეული, კნაუფია პატრონი მაგათი. სხვადასხვანაირი ძალიან ბევრნაირი სისტემები, ეს ცალკე მეცნიერება, ასე ვთქვათ. იმის და მიხედვით, ვთქვათ, შენ ბგერად შთანთქმელი ჭერი გინდა, საიზოლაციო გინდა, ნესგამძლე გინდა, ცესგამძლე გინდა, ძალიან ბევრი ვარიანტებია, ძალიან სხვადასხვა. ეს არის ჭერი, რომელიც ძალიან კარგი ხმის დამჭერი არის, ანუ აკუსტიკური თვისებები აქვს, ძალიან ძლიერი. ახლა ჩვენ რო აქ ვართ, არანაირი ზემოთი ხმაური აქ არ არის. აი ფაქტიურად იდეალურად ისმის ყველაფერი. ახლა უბრალოდ მოდი შევიდეთ. მანდ აი ხა აქ ჩვენ ვლაპარაკობთ, საუბრობთ. აი ხა აქ არის სრულიად სხვა გარემო. აი ხმაური, აი რაღაცნაირი გაწუხებს და ყურებში თითქოს ის ყველაფერი გესმის თითეულის. აქ არის ამრეკლადი კედლები, იატაკი ჭერი ყველაფერი არის. ფაქტიურად ხმის ავადი. და ეს აკეთებს რაც ჩვენ რო საუბრობთ, ბიდის ხმა ის ირეკლება და ბრუნდება უკან და დიდ ასე ვთქვათ მოლებში და დიდ სივრცეებში ეს კიდევ უფრო იგრძნობა. და ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი ყურისთვის. ეხლა ეგ გარეთ გავიდეთ და უცებ კიდევ მას რა ქვია. უცებ აი აქედან ჰოპ 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 და აი აქ უცებ ჩაწყნართ. აღარ არის. გამოგვიწერეთ, თქვენ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ. მოგწერეთ კომენტარები, დაგვისვით შეკითხვები და ვეცდებით რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ნამდვილად. მე ეს მოვიყვარე. Все.